ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ და ამბობენ, რომ ის განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა. კალასისა და კოსის ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა, რეპრესიულმა კანონებმა, ოპონენტებისა და აქტივისტების დაკავებამ, ქვეყანაში კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობამ მკვეთრად შეამცირა. განცხადებაში ყურადღება უთოდრის საგვიანებულ მიწვევაზეც არის გამახვილებული. კოსი და კალასი მიიჩნევენ, რომ ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგი უნდა შედგეს და ქართულ ოცნებას აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ ევროკავშირის საქართველოში ევროკავშირის ოლთან დაკავშირებით არსებულ დეზინფორმაციასა და ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმებს მტკიცედ გმობს. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა. დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობამ მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთ-ერთ უთოდრის დროულად მოწვევაზე უარის თქმა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სათანადო შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისაგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო. ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას. მოუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისაკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. მოუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. თვითმმართველობის არჩევნები ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის თანამომხსენებლებმა ბრენდ ფორინგერმა და სტიუარტ დიქსონმა შეაფასეს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო კონგრესის არაერთი მოწოდება დაბრუნებოდნენ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტს და არ შეასრულა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ადგილობრივი არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საკანონმდებლო ჩარჩოს ეხებოდა. გარდა ამისა, კონგრესის თანამომხსენებლები ქართულ ოცნებას დაჟინებით მოუწოდებენ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგში ჩაერთოს. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღე დაფასებს ნორვეგიის სახელმწიფო. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მუნიციპალური არჩევნების მიმართ დობა დაბალია. საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. ეუთოდირს არ მიეცა საშუალება დაჰკვირებოდა ადგილობრივ არჩევნებს. მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ. საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. კახა კალაძე, რომელმაც მერის არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა, ამბობს, რომ ქვეყანას ქართველი ხალხი მართავს და ევროკავშირის საინტერესოს საერთოდ არ არის. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, კალაძემ 4 ოქტომბრის არჩევნებში 215,083 ხმა, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 70,6% მიიღო, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20,6%-ია. ჩემი პოზიცია მარტივია, არც კალასი და არც მეორე დაგვარია ვერ გიშველით. იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ გიმჭერთ, არ გიჭერთ. ხალხი საერთოდ არ არის საინტერესო. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, აი არის ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ. ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაცა კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. კალასისა და კოსის ერთობლივ განცხადებაზე კომენტარი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმაც გააკეთეს. ძლიერი საქართველოს ლელოს წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ეს განცხადება დასტურია, რომ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ განცხადებამ სიტყვით დაადასტურა ის პოზიცია, რაც ჰქონდა ჩვენ ლელოს, როდესაც ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ ადგილობრივი არჩევნების გზით ქართული ოცნება შეეცადოს რაიმე ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას. ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ არანაირი რესურსი არ არსებობს, არანაირი ურთიერთობების გადატვირთვის დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმთან, თუ ის გააგრძელებს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. და ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ ერთადერთი წერტილი, საიდანაც დაიწყება რეალურად ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა ევროკავშირთან და საქართველოს დაბრუნება ევროპულ დღის წესრიგში, ეს იქნება ახალი
დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. პარტია გახარიას საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძის თქმით, ამ განცხადებით მათი პოზიცია, რომ არჩევნების ბოიკოტის შეცდომა იყო ერთი ერთზე დასტურდება. ამ განცხადებამ პირველი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ განცხადებიდან არის ის, რომ ერთი ერთზე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ სწორედ ბოიკოტი იყო შეცდომა, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი რაოდენობა ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლებისა, ერთი და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროკავშირი პირდაპირ ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ძალადობის შეწყვეტისკენ და ძალადობისგან თავის შეკავებისგან მოუწოდებს ორივე მხარეს, როგორც ოცნებას, ანუ არსებულ de facto ხელისუფლებას, ასევე ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ორგანიზატორებს. ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1,418,116 მოქალაქე მივიდა, რაც ამორჩეულთა საერთო რაოდენობის 40,99% მიასცეთ% შეადგენს. საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 91 დამკვირვებელი აკვირდებოდა, ეს თითქმის 13-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. მაშინ პირველ ტურში საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა 1024 შეადგენდა, მეორე ტურში კი 1102. არჩევნებს არ აკვირდებოდა მსხვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც. მათი განცხადებით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას, არჩევნებზე დაკვირვებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. არჩევნებს ბოიკოტი 10 ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა. ქართულმა ოცნებამ საქართველოს მასშტაბით ხმების 91% მიიღო.